აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. იმჟერეს ერთობლივ სამომავლო სამოქმედო გეგმასა და მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად დევნილი ვეტერანების ოჯახის წევრ ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები გადასცეს. მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ და დაუდასტურა ჩვენი მზაობა და დახმარება ჩვენი მეომრებისთვის და ვეტერანებისთვის და განსაკუთრებულად მაგეთი ოჯახის წევრებისთვის და ჩვენ მზად ვართ გავაგზავნოთ მსგავსი ღონისძიებები. ჩვენ მემორანდუმის ფარგლებში ვაგრძელებთ ვეტერანთა დეპარტამენტთან ერთად მუშაობას იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროთ ჩვენს ვეტერანებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში უფრო მეც და მეც შევეცდებით. ამ მხრივ ჩვენი ყურადღება და მზრუნველობა ჩვენი ვეტერანების მიმართ არის უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ჩვენი საზოგადოების თითეული წარმომადგენლის კონკრეტული ვალია რო იზრუნოს ჩვენ ვეტერანებზე, მათ ოჯახის წევრებზე და მით უმეტეს იმისა, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს ნათლად და მკაფიოდ გამოხატული პოზიცია იმაზე, რომ სათანადო პატივი მიეგოს ყველა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლ შემადგენლობას და მათ ოჯახებს. ხარდაჭერა პარლამენტიდან მუდმივად ექნება ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ყველა ის ცვლილება, რომელიც იქნება გამიზნული ვეტერანთა სოციალური კონდიციების გაუმჯობესებაზე, მხარდაჭერილი იქნება ჩვენი საპარლამენტო გუნდისგან.